გამარჯობა მეგობრებო, ეხლა ვარ ეკლესიის ეზოში, მამა დავითის ეკლესიაში ვარ და პირველ რიგში მინდა გისურვოთ, რომ ღმერთმა ყოველს მოუგმადლოს ნათელი გონება და იმის სულიერი ძალა, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც მოგოთხოვება ცხოვრებას ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელს და ღმერთმა ქნას, რომ ეს ძალა ვიპოვოთ ჩვენს თავებში და ამისთვის ჩვენ თვითონაც ვიშრომოთ და საკმარისი მოდომება და სრული ჩავდოთ. უბრალოდ დღეს გამიჩნდა სრული ვიდეოს ჩაწერეს, იმიტომ რომ მე მქონდა პერიოდი, როდესაც აი რაღაცაირად ვეღარ ვახერხებდი ეკლესიაში სიარულს და აი არ ვიცი რა დავარქვა, ანუ სიზარმაც არ ვიცი რაღაცა ფაზა მქონდა მოკლედ ისეთი რომ აი რაღაც ფაზაში როცა აი ყველა მისთვის ფაზა როცა აი განსაკუთრებით რაღაცნაირად თითქოს ყველაზე მტკივნეულ ნაწილებში გვაჭერს ჩვენი სისუსტემი ყველაზე მეტად გამოდის და აი ესე შემოკეს ბრძოლას რაღაცა აი ზუსტად ამ მომენტში ძალიან კარგად სარგებლობს ხოლმე რა და მოკლედ იმის ქვამდე რომ ვერ დავდიოდი ხოლმე და მაშინ ჩემო მოძღვარმა მირჩია ძალიან კაი რაღაც რა მე ყოს არაჩვეულებრივი მოძღვარი, სულიერი მოძღვარი მამა გიორგი ფირცხელანი, რომელსაც აი არ ვიცი თუ რაიმე ის გავაქვთ ძალიან თვითონ ამ ეკლესიაში ძალიან ბევრი მღვდელია, რომელიც ძალიან ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას. მე საერთოდ არ მესმის რატო უნდა ვუთვალოთ რომელიმე სასულიერო პირს მანქანები და ტელეფონები, მაგრამ თუ ვინმეს გააქვთ მაინც განსაკუთრებული აგრესია სასულიერო პირების შემოსავლებთან დაკავშირებით, აი შეგიძლიათ მობრძანდეთ აქ და ნახოთ რეალურად, რომ ისეთი მამაებიც არსებობენ, როგორებსაც წიგნებში ვკითხულობთ და როგორების წარმოგვიდგენია. მოკლედ, სიტყვა რომ ძალიან არ გამექცეს, მაშინ მამა გიორგიმ მითხრა, რომ ანუ რასაც შეძლებო, ის გააკეთე, აი უბრალოდ აი როგორ გითხრათ, აი არ მინდა რომ ძალიან შეესწავიდე, უბრალოდ აი ყველას შეგვიძლია რომ საკუთარ თავში მოუძებნოთ რაღაც ძალა რის გაკეთებაც შეგვიძლია რა ეს სრული მინიმუმი. აი მაგალითად ჩემთვის ეს იყო რომ კვირას უნდა მოვსულიყავი აუცილებლად ეკლესიაში, აი უბრალოდ უნდა შევსულიყავი მაინც და სანთელი უნდა დამენთო და ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია ეგრე. ლამის თვეების განმავლობაში ვაკეთებდი ისე რომ უბრალოდ შევდიოდი, სანთელს ვანთებდი და გამოდიოდი. მაგრამ ნუ ეს იყო ჩემი რაღაცა მინიმუმი. აი ამ მინიმუმიდან იწყება ყველაფერი და სხვადასხვა ზოგადად მეცნიერებაში, კვლევაში, როცა იკვლევენ ხოლმე, ანუ მე განათლებით ფსიქოლოგი ვარ და ძალიან ბევრი ასეთი კვლევა მოგწია კითხული. ზოგადად ყოველთვის ყველა საუკეთესო ტექნიკა იმისთვის, რომ რაღაც კეთება, რაღაც შედეგის დადება შეძლო, ყოველთვის იწყებ რაღაც მინიმალურით და ყოველთვის იწყებ იმით, რომ აი პიტერსონი ლაპარაკობს ხოლმე მაგალითად ამაზე, რომ აი არ უნდა ჩავარდე ადამიანი აპარტამენტებში და არ უნდა გადაწყვიტო, რომ აი რაღაცა საოცარი ისინი წავყენე შენ თავს. არა, ძალიან ისე თავმდაბლურად, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა შესაძლებელი ღმერთმა გაგაძლიეროთ და პრესიოგადა ცოტა ისეთი ფონია, რაღაცა ყველა გაღიზიანებულია ქუჩებში, რაღაცა ყველა ერთმანეთს ეჩხუბება, ყველა არასაბედნიეროდ. მაგრამ ნუ რაღაც ცოტა ისეთი დაძაბული ფონი გვაქვს ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რომ აი ამ მომენტში განსაკუთრებით რაღაცა ჩვენი გავიხსენოთ საერთოდ რა არის ცხოვრების მთავარი მიზანი და როგორ ყველაფერი არის მეათე და მეასი ხარისხოვანი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ღმერთთან ურთიერთობა და აი ზუსტად ის არ უნდა დაგვავიწყდეს, ღმერთმა გაგვაძლიეროს, დაგვიფაროს და ნათელი გონება მოგმადლოს.